ანუ არ გეჩვენებათ. ეს დინოზავრი გორანის აქლემით ჩინია. მაშინ როდესაც ადამიანთა უმრავლესობა ვიბრძვის საკუთარი კომფორტისა და ფუფუნებისთვის, არსებობენ ადამიანები, ვინც მას გაურბიან, მუდმივად მოძრაობენ, ახალს ეძებენ. ეს არის ცხოვრების გზა, რომელმაც 48 ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ მომთაბარე გორანი საქართველოსამდე მოიყვანა. ეს კი ვიდეოა, სადაც მასთან ერთად 7 ურთულეს დღეს გავატარეთ. კიდე 3-ია? მე ამ ტენტისტი. გორანის შესახებ რომ გავიგე, გადავწყვიტე ჩამოსულიყავი და მასთან ერთად გამიტარებინა რამდენიმე დღეს სიმშვიდეში ცხოველებთან ერთად, თუმცა აქ ჩამოსულ სულ სხვა სიტუაცია დამხვდა. გორანს ხანძარმა ყველაფერი გაუნადგურა, მათ შორის ტენტი, სადაც აქლემთან ერთად ეძინა. შესაბამისად, მეც იმაზე რთულ პირობებში მომიწევ ცხოვრება, ვიდრე მეგონა. ეს არის ჩემი საწოლი, ჩემი სამზარეულო, ჩემი სახლი და ჩემი ყოველდღიურობაც იწყება ცხოველებზე ზრუნვით. 12 ძაღლი, 25 თხა, კატა და აქლემი. ჩინი 2 მეტრზე მაღალია და 9 ტონას იწონის. შესაბამისად, დროებით გაშლილ ტენტში ვერ ეტევა. წვიმა და ყინვა კი მისთვის შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. რა მიყვარს დრამატიზირება? ამ პრობლემის გადასაჭერად კი საჭიროა. ტენტი მინიმუმ 200 კვადრატული მეტრი, ცოტაოდენი ბამბუკი და თოკი. გარდა ამისა, ცხოველებს ყოველდღიურად ჭირდებათ 50 კილოგრამის საჭმელი. ეს კი მხოლოდ დღევანდელი სამყოფია, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის ბაზრების მოლა მოგვიწევს საჭმლის მოსაძიებლად. ეს იმის მცირე ნაწილია, რისის შესრულებას გორანს უწევს ყოველ კვირა. აქლემი, ჩინ, გამომყევი, საჭმელი მოგიტანე. Okay, you can just control it's not any garbage. აქლემთან ურთიერთობას სიფრთხილე და სიმშვიდე უნდა. ჩინის აქვს გამრავლების პერიოდი და ხდება მამალი აქლემი, რომელიც არ ხდება. ცხოველები ჭამენ იმას, რის მოპოვებასაც გორანი შეძლებს ბაზარში. I have to form food. Whatever way, yonjari, kato, hato, mishoki. ყველაზე ხშირად კი ეს კომბოსტოს ნარჩენებია, რასაც ძაღლებიც გემრიალად მიირთმევენ. თხები კი მის გამო ერთმანეთს მომთაბარე ცხოვრება სწორედ ესაა, ადაპტაცია გარემოსთან და პირობებთან. არადა აქლემს ყველანაირი საჭმელი უყვარს და მის გულის მოგებასაც ესე შევეცდები. ეს არის ჩვენი აქლემის დღევანდელი დღის საჭმელი და რაციონი. მე კაი გოგო ვინა. უდაბნოს პირობებს შეჩვეული აქლემები კაქტუსებსაც მიირთმევენ. გიყვარს კაქტუსი? აბა კაქტუსი გავაკეთე. Wow, Chini. Wow, I want me to. Oops. Chini. Camel happy, I am happy. Camel no happy, I am very bad. გორანის მთავარი სადარდებელიც ჩინის მარტოსულობა. I was coming in Georgia with the idea to cross quickly. I tried to go where is camel. გორანი შვეიცარიის მოქალაქეა და მისთვის საზღვრების გადაკვეთა მარტივია, თუმცა მისი ცხოველებისთვის არა. You blocked me in the border? It's okay. I mean, I was using the big gun of the patience. This power was coming more enemy against me. Now I am 7 years. Imagine I am blind in one tunnel. You are totally dark. But like every tunnel, in the time you see a little light. What would be light for you? Camel male. Yeah, if he come, I have a big light and I see clearly my going out of the tunnel. ძალიან საინტერესო ცხოვრებას გისურვებ წარმატებებს და ჩინისთვის კაცის პოვნას. Camels are very close to human for many characters of psychology. Chini is absolutely unhappy. She's virgin. I want she happy. She wants the baby camel. She wants the male and of course I want the baby camel. გორანი ძირითადად აბრეშუმის გზაზე მოგზაურობდა და მისი ოცნებას ჩინის ოჯახთან ერთად მოგზაურობის გაგრძელება და ქარვასლების გაკეთება. აღმოჩნდა რომ ჩვენი გორანი 48 ქვეყანაშია ნამყოფი. ფაქტიურად გამზადებული იყო გორანი გასამგზავრებად, მაგრამ ერთმა პატარა შეცდომამ მართვა არა მხოლოდ მომავლის მიზნები, არამედ წარსული, საიდანაც შემორჩენილია მხოლოდ ნარჩენები. გარეთ საკაიფო ცივა, დაახლოებით -3 გრადუსია, სუპული. ჩემს საწოლში ნახე ვიცინოს. შენს გინდა ამოსვლა? აქლემის და თხების სული ადოაკნის. შეგიძლია ცოტა იქით გადაწვე? აი ეს. შო, აია. კარგი ფიხართ. თეორი. სანამ დღის რთული გეგმების შესრულებაზე გადავალთ, ცოტათი გავერთეთ. აი ესეთი იდუმალებით მოცული ყუთი გამომიგზავნოთ ჩემმა მეგობარმა კომპანიამ ზიგზაგმა, რომელიც აღნიშნავს ხილის ჩამოსხმას. Oh. This is for you. No, sorry. Is it Chini or is it male camel? Yeah, look, it's male. Ah, დედალია. Little tent, huh? წერილი. ეს ზიგზაგის ყუთია. გამოიყენე ეს დეტალები, რასაც ყუთში აღმოაჩენ. დამიქსა ერთმანეთში და ზიგზაგი დააგემონე. Zigzags ჯერა რომ შენი ხედვა უნიკალური და განსაკუთრებულია. Try every time to adapt with what you have
around the tent to use natural landscape. ეს კი ჩემს მიერ შექმნილი ჩემი უნიკალური სამყაროა. We can make fire and we can make then big fire. I like you if you did it. მადლობა რომ საინტერესო კონტენტს ქმნი გახსოვდეს. შენ არავინ გგავს. ავიდეთ ახლა და ჩვენი მინიატურული ტენტის რეალური ვარიანტი ავაწყოთ. შვეიცარიის საკონსულო დახმარებით გორამა ტენტი შეუკვეთა, რომელიც უკვე გამზადებული უნდა ყოფილიყო. ადგილზე მისულებმა აღმოაჩინეთ, რომ ტენტის კიდეები და კუთხეები არ იყო მყარად შეკერებული. ხო, ვერაფრის ნახვა ვერ მოახერხეთ, რადგან 225 კვადრატულ ტენტს 30 კვადრატულ ოთახში შეკერავთ. სიგიჟე. შეცდომების გამოსასწორებლად 2 დღეზე შევტანხმდით და ბაზარში წავედით ჩვენი ცხოველების საჭმის მოსაპოვებლად. კომპოსტო, სალათის ფოთოლი, ბროკოლი, ვაშლი და ბევრი გოგრა. გოგრა კი ერთ-ერთი ინგრედიენტია ძაღლების საყვარელი საჭმისა, რომელსაც ბანაკში დაბრუნებისას მოამზადა. ამ ყოველფრის ტრანსპორტირებაში უკვე წლებია გორანს აკიმი ეხმარება. აკიმი ხო გახსოვთ არაჩვეულებრივი გამოფენა? აი ეგ. ახლა მასშორეთ ეს ბედური აკიმი, თორემ არ ვიცი რა თქმა. გორანი როგორ გაიცანი? ვიღომში სადღაც ქარიშხალშია. ინგრეობა გადაბერი. და ის ინციდენტი გაიხსენეთ ერთი და გორანს ბევრი იცნობს მაქედან, რა ვიღაცა ტიპის აქლემა, ვიღაც კაცს თავი მოაჩამა. You want to come in? Aklemi, давай, my way, because every morning he make this pudding, just you make like this. No, he take the branch and stone or camel branch. ამის შემდეგ გორანი თბილისიდან აზერბაიჯანის საზღვართან გადავიდა. თუმცა მუდმივად ეძებს ახალ ადგილს, სადაც თავის ცხოველებთან ერთად მშვიდად იცხოვრობს და ერთ-ერთი ვარიანტი ჩვენს ვნახეთ. თუმცა აქლემისთვის არ აღმოჩნდა იდეალური ადგილი. დედამიწა მამაცა, finally I found real Montabare cheese. გორანი ცდილობს მიირთვას მცირე, თუმცა ჯანსაღი და ორგანული საკვები. Which one is better? This one. More he have ball, more he's fat. ოთხილარი. So it's your favorite bread, right? 40 წელი გადავხედე და მორცაფულში. ბანაკში დაბრუნებულებს კი სიურპრიზი დაგვხდა. Oh, you have two more goats. Oh my god, დედამიწა მამაცა. Why male, female. Wow. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ყოველდღიურობას პატარებზე ზრუნვაც დაემატა. მაგერუჟებიან ერთი დღისები უკვე ხოძე არიან, თვალება ხელილი დარბიან. ნახე ჭიპლარი ძედა. You have not to touch too much in the beginning. You can also refuse because the smell. Third one, Goran. Oh, you're wrong. თუმცა აქ ნელა რაღაცები რკვეოდა. ბანაკში 4 ნამშობიარებით ხარ დაგვხდა, რომლებსაც უნდა გაიჩინოთ 4-დან 8 თიკნა. ჩვენ კი მხოლოდ 3 ვიპოვეთ. Wow, I see clearly 2 other mother. This one lose also. Hey shit. Wow. 4 baby dead. როგორც აღმოჩნდა, ხებმა ტყეში მშობიარეს, რაც კარგს არაფერს ნიშნავს მათთვის. წამო, დროз. If you go 100 meters, probably 200-300 pakal. Then you never see. Oh, დინარეში არ ჩაგდო ძალიან ხო ეგ ტელეფონი. სადაც ეს არის ზუმერის ტელეფონი, რომელსაც ვიღებ ამ შესანიშნავ ვიდეოს და ამისთვის მინდა მადლობა გადავხადო ზუმერს. და გვეხმარით რა მოძებნაში რა? Samia. საბედნიეროდ ამ ერთ თიკანს გაუმართა და მისი პოვნა Do you think that they might give birth here? We do birth where we are, in the middle of the forest, and many jackals are following the mother. სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ესაა. ბუნების კანონი, კვების ჯაჭვი, ძლიერები იმარჯვებენ, სუსტები კი მარცხდებიან, მაგრამ რაც მთავარია, სუსტები არასდროს შერდებიან. მეორე შობიარობა დაიწყო. დედამიწა მამაცა, მადლობა. უმრიელობები მოგიტანე ჭამე რომ ჯამთელი შვილები ყავდეს. ფერმერობა ხარ დაუწყ გოტას ფერმა. მეგობრებო, გოტას ფერმის სპონსორია აჭარებეთი. ვინც ჩუქავს, პირადად მე მოგიყვან სადაც მე. რა სიტყვია, როგორ ედედობა? ტიმი. კეთილი იყო შენი მობრძანება ამ დედამიწაზე. ეს ნახე უკვე დადგა ფეხზე. ძუძუს ეძებს, ძუძუს. დივი, ცოტა ზეღაც აიქცევოჩე. რა, ვინ არიან ისინი? ვერიცანი? If I saw you in heaven. ეს სამი. ვალდილაც რომ მოვიდეს წაიღებს შეგვიძლია. დღე 4. ტენტის სასაღებად მისულება აღმოაჩინეთ, რომ It was not good. დღე 5. He said, okay, I will make another one. Where is the other one? რა ვერ გადავკეცეთ ვერ ხვდა. დღე 6. თქვენც დამთქნეთ დამიკომენტარეთ. ეს რა მიქენი გოტა? მოგეთ მიუხედავად გავს პირობების ცხოვრების და ჰიგიენის დაცვა მაინც აუცილებელია და ეს არის ჩემი ჰიგიენური კიტი, სადაც პირველ რიგში მაქვს კბილის ჯაგრისი და პასტა. ანტიბაქტერიული ხელსახოცები, ავსეხავთ ბაქტერიებით. იღლიის კიტი.
ურსაცობები. ცერიღავე დადიოდნენ, ტრიალებდნენ რაღაცებს აცმაცულებდნენ და ეს ქართული კომპანია ბირჯის შესანიშნავი წვერის დამარბილებელი. ყველას გეყოფათ მაცალე. რა არის ეს? სად დარბოდი ამ წვერის? წვერი დავირბილოთ, გოგო. მოდი, შენთვისაც მაქვს. აი იმის დასტურის მოვალო, არის ნატურალური პროდუქტი ხამმომპარა. მომიტანია, მოდიო, მომეცი, მოდი. ბირჯი წვერის სახის და თმის მოვლის საშუალებები. 10% ფაზა კლების მისაღებად გამოიყენეთ ჩემი პრომოკოდი. ხაკი მოდი მოვაბრძანოთ სუგების საჭმელი. ვისაც საჭიროა პირველ რიგში შეშის მოტანა და ცეცხლის ზანთება. Throw back. Every time distance. თუმცა მალევე ბენზოხერხს ჯაჭვი გადაძვრა. აი გორან დამშვიდი რომა ყველაფერს გამოასწორებს. რომა გორანის მეზობლად ცხოვრობს და ტენტის დაწვის შემდეგ სწორედ ისეხმარება გორანს საკვების შენახვაში, წყლის და შეშის მოტანაში. ესე იგი ისმო დავუჭოთ ახლა სუპისთვის. და როგორც მითხრა, ეს არის ბევრად უფრო ჯანსაღი, ვიდრე მაგალითად ცხოვრობილი მშრალი საკვები, რომელიც იყიდება მაღაზიაში. სულ მინდოდა კულინარიული ვიდეო ჩაწერა. დავუჭოთ პირველი ინგრედიენტი ქათო. დავუმატოთ ამდენივე სიმინდის ფქვილი, ცოტა ოდენი წყალი. მოურე. გორან არ მაცლია. ძვლები. გოგრა. კომბოსტო. მოურე. სუგებო მზადარი. აქ მხოლოდ ცხოველებზე ზრუნვის და გამოკვების შემდეგ რჩება დრო საკუთარი თავისთვის. This is the best of the best is the winter mushroom. This is also what we sell sometime when we found much. გორანმა მითხრა რომ აი აქ გარიცხება. და ეს არის წვიმის წყალი. Please be free, don't worry, be happy. Wow, brother, it's a king food. To have organic, to have natural from wild, to have fresh and green. It's a real perfect. დადგა ნანატვი დღე. მაგდენ თქვენ ვერ ეგის. მომისმინეთ, ეს არის დღის გეგმა. პირველი, დავალაგოთ ბანაკი. მეორე, ავაყირავთ ავტობუსი. მესამე, დავყაროთ ხრეში. მეოთხე, მოასწოროთ ზედაპირი. და ბოლოს მოვიტანოთ და ავაწყოთ ეს. პირველ რიგში ბამბუკები გადავობით ერთმანეთს და ავაწყეთ საყრდენი კონსტრუქცია. მოვათხრეთ ტენტი და დავიწყეთ მისი ამ კონსტრუქციაზე გადატარება. 1 2 3. ერთი მხარე, ორი მხარე, მესამე მხარე და ჩვენი ტენტი რაღაცას ემსგავსება. ეს ტენტი არის 225 კვადრატი, წონის 150 კილოგრამს. ანუ ის საქმე რაც ახლა გავაკეთეთ, არის თულად შესაძლებელი ძალიან. Big win stuff. Oh God, this one is soft. ავარაში და უნდა დახმარება. Oh God! Oh fuck! Yeah, maybe better now. Rain is formed by choices, be fast. Come on, hug me. Thank you, support my moral. It was need a rope there. ჩვენ კი თოქთან ერთად არაფერი არ გაგვაჩნდა. No tool, no screw, nothing. We have to do, I don't know how to do. ამ სამყაროში არაფერი ხდება შემთხვევით და ჩვენც ამას შესაძლებლობა დავარქვით. ახალი შემართებით, საჭირო ხელსაწყოებით, დამატებითი თოკებით და ბამბუკებით კი უფრო მყარი ტენტი ავაწყეთ. აკი ბავშვები გიჭირავს კარგად? დღეიდან ჩინის ექნება თავშესაფარი. გორანს კი საშუალება გააგრძელოს თავის ოცნებაზე ფიქრი. იმოგზაუროს აბრეშუმის გზაზე ჩინის ოჯახთან ერთად და იქნებეს მისი ახალი ცხოვრების დასაწყისია. დედამიწა, მამაცა, დიდი მადლობა.